აბა როგორ ხართ, ჩემო ჯიგრებო? გილოცავთ ახალ 2026 წელს. ძლივს გამოვედით ნაბახუსევიდან და UFC-მ ისეთი ხაშლამა მოგვიმზადა, რომ სისხლი აგვიდუღდა. წარმოიდგინეთ, პირველივე საჩემპიონო ბრძოლა და უდიდესი სიურპრიზი. ყველას გვეგონა, რომ ფავორიტი თავისას გაიტანდა, მაგრამ აუთსაიდერმა, იმ ბიჭმა, ვისცეც ფსონს არავინ ჩამოდიოდა, ყველას ცხვირწი ნაწაპნა გამარჯვება. ახლა რა ხდება? ყავს მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონი და ეს უკვე მეორედ ხდება, რაც აბსოლუტური უპრეცედენტო ამბავია. ჯასტინ გეიჯი, იგივე The Highlight, კაცი, რომელიც რინგზე მოსაკლავად შედის. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. მისი გზა პირდაპირ ჩვენს მატადორთან ილია თოფურიასთან მიდის. ბიჭო, ხომ იცით ილია? ეგ ბიჭი ისე არაფერს ამბობს. თუ თქვა, ესე იგი აკეთებს. თოფურიამ უკვე გაუგზავნა თბილი მოკითხვა ჯასტინს. ჩემო კარგო, ძალიან გაგიჭირდება ჩემთან ცეკვაო. და მოდით სიმართლეს თვალებში შევხედოთ. გეიჯი 38 წლისაა. 38 წელი სპორტსმენისთვის უკვე ის ასაკია, როცა მუხლი ისე აღარ გიჭერს და რეაქცია ცოტა ღალატობს. ილიამ პირდაპირ უთხრა: შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ფული ახლა დაკარგეო. პედი პიმბლეტთან ბრძოლას რომ მოეგო, მილიონერი გახდებოდა, მაგრამ ახლა ილიას უწევს საქმის გარკვევა და აქ უკვე ხუმრობა მთავრდება. ნახეთ რა ხდება, მეგობრებო. გეიჯისა და პიმბლეტის ჩხუბი რომ ვნახე, გულწრფელად გეტყვით, აი ნამდვილი უბნის ჩხუბი იყო. ტექნიკა 0, ემოცია და ჟინი 100%. გეგონება ორი კაცი სადღაც დიღმის ტრასაზე შეასხდა ერთმანეთსო. 25 წუთი ერთმანეთს ურტყამდნენ ისე, თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობს. მე ახლა აქედან თბილისური რბილი დივნიდან დიდოსტატივით არ ვსაუბრობ, მაგრამ ათასობით ბრძოლა გვაქვს ნანახი და თვალს ვერ მოატყუებ. ჯასტინი ისეთებს უქნევდა, ნებისმიერი სხვა მსუბუქ წონოსანი უკვე დიდი ხნის ნოკაუტში იქნებოდა, მაგრამ ის პედი თავისი ლეგოს თავით ყველაფერს უძლებდა. თქვენი აზრით, რა შანსი აქვს გეიჯის ილიასთან? აი დაწერეთ კომენტარებში, სანამ შემდეგ თაროზე გადავალთ. გეიჯი მაგარია, კი ბატონო, ძლიერი დარტყმა აქვს, მაგრამ ილია არის ქირურგი. ილია არ გირტყამს უბრალოდ, ის გზომავს და ისეთ ადგილას მოხვდება, სადაც ყველაზე მეტად გეტკინება. გახსოვთ ჩარლზ ოლივეირაზე რას ვამბობდი? მაშინ ბევრმა არ დამიჯერა, მაგრამ ვთქვი, რომ ჩარლზ გაუჭირდებოდა, რადგან ის ბევრ დარტყმას უშვებს. გეიჯით ზუსტად მასეთია, სულღიაა. და როცა შენს წინ ილია თოფურია დგას, რომელიც ვოლკანოვსკის და ჰოლოვეის მსგავს ტექნიკურ მონსტრებს აძინებს, იქ შეცდომის უფლება არ გაქვს. მოკლედ სასწორი უკვე იხრება. ერთ მხარესაა გამოცდილი ძველი სკოლის მებრძოლი, მეორე მხარეს კი ჩვენი მგელი, რომელიც პიკშია. ილიას დარტყმა 800 კილოგრამიანი უროს დაცემას გავს. და თუ გგონიათ, რომ ეს მხოლოდ ფიზიკური ბრძოლა იქნება, ძალიან ცდებით. ეს არის ფსიქოლოგიური ომი, რომელიც უკვე დაიწყო თეთრ სახლში დაგეგმილ იმ ეპიკურ ქარდზე. არ გადართვით, იმიტომ რომ შემდეგ ნაწილში მოგიყვებით, რა საიდუმლო გეგმა შეიძლება ჰქონდეს დანა ვაიტს და რატომ შეიძლება ვიხილოთ ილია მესამე წონით კატეგორიაში. ეს უკვე სერიოზული ამბავია. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ეს თქვენთვის არაფერია, ერთი წკაპია. მეგობრებო, ახლა ისეთ თემაზე უნდა გადავიდეთ, რაზეც მთელი ამერიკა და ესპანეთი დუხს. წარმოიდგინეთ ივნისის თვე, ვაშინგტონი, თეთრი სახლის ფონზე გამართული საღამო და მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია ამერიკელი ვარსკვლავის წინააღმდეგ. ეს უკვე აღარ არის უბრალოდ სპორტი, ეს არის მსოფლიო დონის ივენთი, სადაც ჩვენი ბიჭი ცენტრალურ ფიგურად მოიაზრება. თუ ეს მოხდა, ილია გახდება არა მხოლოდ ჩემპიონი, არამედ UFC-ს ისტორიაში ყველაზე გავლენიანი სახე. და აი აქ ჩნდება კითხვა, რატომ მაინც და მაინც ჯასტინ გეიჯი? იმიტომ რომ დანა ვაიტს სჭირდება ყასაბი, რომელიც ილიას წინ დაუდგება და ნამდვილ ომს გამართავს. ჯასტინი კი ზუსტად მასეთია, კაცი ატრაქციონი. მაგრამ მოდით ცივი გონებით შევხედოთ ციფრებსა და ფაქტებს. ბევრი ამბობს, რომ გეიჯი თავისი ლეგკიკებით, თეხის დარტყმებით ილიას დაშლისო. მოდით ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. ილია თოფურია არ არის ის ბიჭი, რომელიც ერთ ადგილზე დგას და ელოდება, როდის მოხვდება ფეხში 100 კილოიანი ძალა. ილიას მოძრაობა, მისი მანერა, ეს არის ჭადრაკი ოქტაგონზე. გახსოვთ ჯეი ჰერბერტთან ბრძოლა? კი, მაშინ ილიამ ერთი მძიმე დარტყმა გაუშვა, ნოკდაუნშიც იყო, მაგრამ სწორედ იქ გამოჩნდა მისი ხასიათი. ადგა და კაცი დაანოკაუტა. ეგ არის ქართული გენი, რაც უფრო მეტად აბრაზებ, მით უფრო საშიში ხდება. გეიჯის კი ერთი დიდი მინუსი აქვს. ის ძალიან ბევრ დარტყმას იღებს სახეში. პედი პიმბლეტთან ჩხუბში ვნახეთ, პედი, რომელსაც ილიასთან შედარებით ბავშვური დარტყმა აქვს, ჯასტინს სერიოზულად ხვდებოდა. ახლა დაფიქრდით, რა მოხდება, როცა გეიჯის ილიას ბომბი მოხდება. ილია თოფურიას ხელებში ისეთი სიმძლავრეა, რომ ვოლკანოვსკი, რომელიც წლების განმავლობაში დაუმარცხებელი იყო, ჰაერში გათიშა.
Max Holloway, კაცი რომელსაც რკინის ყბა ჰქონდა და არავის დაუნოკაუტებია, ილიამ ისე დააგდო თითქოს პირველად იდგა რინგზე. რატომ გგონია რომ გეიჯი სხვანაირად დაამთავრებს? იმიტომ რომ გული აქვს? კი, გული აქვს, ნამდვილი მებრძოლია, მაგრამ ტექნიკა და სისწრაფე ილიას მხარესაა. ილია არის უფრო სწრაფი, უფრო ზუსტი და რაც მთავარია, უფრო ახალგაზრდა. 38 წლის ასაკში, როცა ამდენი ომი გაქვს გამოვლილი, შენი სხეული უკვე დეუბნება, გეყოფა ძმაო, წადი პენსიაზეო. ჯასტინმა ამ ბრძოლით შეიძლება ბოლო დიდი ჩეკი აიღოს, მაგრამ ჯანმრთელობის ფასად. ილიამ პირდაპირ უთარა, მომზადდი, იმიტომ რომ ჩემთან შანსი არ გაქვსო. და სიმართლე გითხრათ, მე მჯერა მისი. როცა ვხედავთ, როგორ აკონტროლებს ილია დისტანციას, როგორ მუშაობს კორპუსში და მერე გადადის თავზე, ეს ხელოვნებაა. გეიჯი კი უბრალოდ მოდის წინ და იმედოვნებს, რომ მისი ერთი ბომბი მიზანს მიაღწევს. მაგრამ ილიას დაცვა ეგ ცალკე თემაა. ბოლო ბრძოლებში მას თითქმის არაფერი მოხვდეს სერიოზულად. ახლა წარმოიდგინეთ ეს სცენარი. ილია გამოდის, პირველივე რაუნდში აკონტროლებს ცენტრს, გეიჯი ცდილობს ფეხებში დარტყმას, ილია აკეთებს კონტრშეტევას და ბუმი, შუქები ყვრება. ეს არ არის ფანტასტიკა, ეს ყველაზე რეალური პროგნოზია. მაგრამ იცით რა არის ყველაზე დიდი საიდუმლო, რასაც ბევრი ვერ ამჩნევს? ილია მხოლოდ ამ ჩხუბზე არ ფიქრობს, ის ფიქრობს იმაზე, რაც ამის მერე იქნება. დანა ვაიტს აქვს გეგმა შექმნას ახალი წონითი კატეგორია, ეგრეთ წოდებული სუპერ მსუბუქი, super lightweight, სადაც ილია შეიძლება გახდეს პირველი სამმაგი ჩემპიონი. და ამ გზაზე გეიჯი უბრალოდ მორიგი დაბრკოლებაა, რომელიც უნდა გადალახოს. მოკლედ ძმებო, სიტუაცია ასეთია. ილია დაქოქილია, გეიჯი კი თავის ბოლო შანსს ეჭიდება. ივნისი ახლოა და ვაშინგტონში ქართული დროშის ფრიალებს ველოდებით. არ დაგავიწყდეთ, რომ შემდეგ ნაწილში, მესამე თაროზე, განვიხილავთ პედი პიმბლეტის ფაქტორს. რატომ გადაურჩა ის საჯარო დასჯასგან ილიასგან და რა მოხდებოდა ის, რომ გასულიყო თოფურიას წინააღმდეგ. დამიჯერეთ, იქ ისეთი დეტალებია, თმები ყალღე დაგიდგებათ. სანამ მესამე ნაწილზე გადავიდან, ერთი თხოვნა მაქვს. თუ მოგეწონათ ეს ფორმატი, დაალაიქეთ ვიდეო. ეს ეხმარება ალგორითმს, რომ ჩვენი ხმა მთელ საქართველომდე მივიდეს. გეიჯის ფანებსაც მივესალმები. დაწერეთ, რატომ გგონიათ, რომ ჯასტინს შანსი აქვს? ვიკამათოთ კულტურულად. მოდით ერთი წუთით დავფიქრდეთ. რა მოხდებოდა იმ საღამოს პედი პიმბლეტს რომ მოეგო? აი, წარმოიდგინეთ ეს სურათი. პედი თავისი სასაცილო ვარცხნილობით ოქტაგონის ცენტრში დგას და ილია თოფურიას იწვევს. ხალხო, ეს იქნებოდა არა სპორტული შეჯიბრი, არამედ საჯარო დასჯა პირდაპირ ეთერში. სიმართლე გითხრათ, პედის ისე გაუმართლა, რომ წააგო ვერც კი ხვდება. ილია მას უბრალოდ კი არ მოუგებდა, ის მას ადამიანურ პინიატად გადააქცევდა. მთელი ბრძოლა იქნებოდა ერთი დიდი მასტერკლასი თემაზე. როგორ არ უნდა დაიცვა თავი, როცა შენს წინ მსოფლიო დონის მკვლელი დგას. პედი პიმბლეტს ერთი რამ აქვს, რასაც ვერ წაართმევ. მაგარი ყბა. აი, ნამდვილი ყბა იონგია, ან როგორც ამერიკელები იტყოდნენ, ლეგო ჰედი. ჯასტინ გეიჯი ისეთებს სთხრიდა სახეში, სხვა ნებისმიერი ალბათ უკვე სხვა პლანეტაზე იქნებოდა, მაგრამ პედი იდგა. თუმცა ერთი რამ დაიმახსოვრეთ, ილიას დარტყმა არ არის გეიჯის დარტყმა. გეიჯი გირტყამს ძლიერად, მაგრამ ილია გირტყამს ზუსტად. ილია თოთმურიას პრესინგის პირობებში პედი უბრალოდ მოიხარშებოდა. პედის აქვს ერთი ცუდი ჩვევა. ნიკაპი სულ მაღლა აქვს აწეული. გეგონება წვიმას ელოდებაო. ილიასთვის ეს არის საჩუფარი. ერთი მარცხენა ჰუკი ან მარჯვენა პირდაპირი და პედი პიმბლეტი ისევ თავის ინგლისურ პაპში აღმოჩნდებოდა. ოღონდ გონს მოსული. რატომ ვამბობ ამას ასე თავდაჯერებულად? იმიტომ რომ ვნახეთ ილიას რეაქცია. მან უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია. ეს პატარა ჩორიზო, ძეხვი, ჩემთვის საინტერესოც აღარ არისო. ილია ახლა სხვა დონეზეა. ის ეძებს ლეგენდებს, ის ეძებს დიდ სახელებს. გეიჯი ლეგენდაა, გეიჯი ნამდვილი მეომარია. პედი კი ჯერჯერობით მხოლოდ მარკეტინგული პროექტია, რომელიც ბუშიტვით გასკდა პირველივე სერიოზულ გამოცდაზე. ბიჭო, ხომ იცით როგორ არის? ზოგს გონიათ, რომ თუ ბევრს ლაპარაკობ და თეთრ შახში ჩხუბზე ოცნებობ, უკვე ჩემპიონი ხარ. არა ძმაო, ჩემპიონობა ოქტაგონში იჯდება, სისხლით და ოფლით. ილიამ ეს გზა გაიარა. მან გააჩუმა ყველა, ვინც მასზე ეჩვებოდა. როცა ვოლკანოვსკის ეუფნებოდნენ, ილიას გაუფრთხილდიო, ვოლკი იცინოდა. მერე რა მოხდა? დაეძინა ბალახზე. ჰოლოვეიზეც იგივე თქვეს, მაქს ვერავინ აგდებსო. ილიამ თქვა, მე დავაგდებ და დააგდო. ახლა გეიჯის ჯერია. ჯასტინი ამბობს, რომ ილიას გაანადმურებს. მე კი გეტყვით, გეიჯი არის იდეალური სამიზნე ილიასთვის. რატომ? იმიტომ რომ გეიჯი არ გარბის. გეიჯი მოდის ჩხუბში.
და როცა ილიასთან ჩხუბში შეხვიდარ და არ გარბიხარ, შენი შანსი რომ ცოცხალი გამოხვიდე, სპორტული გაგებით რა თქმა უნდა, მცირდება 10%-მდე. დააკვირდით ილიას თვალებს, როცა ის ოქტაგონზე შედის. იქ შიში კი არა, ცივი გათვლაა. ის არის ნამდვილი მატადორი. გეიჯი კი არის გაბრაზებული ხარი, რომელიც მხოლოდ წინ მიიწევს. მაგრამ ხომ იცით როგორ მთავრდება კორიდა? მატადორი ყოველთვის პოულობს იმ ერთ წერტილს, სადაც ხანჯალი უნდა ჩასცეს. ასე რომ მეგობრებო, პედი პიმბლეტი წარსულს ჩაბარდა, როგორც UFC-ს მორიგი გაბერილი იმედი. ახლა წინ გველოდება ნამდვილი ტიტანების შეჯახება. ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ. ეს იქნება ბრძოლა, რომელიც განსაზღვრავს 2026 წელს საუკეთესო მებრძოლს. ხალხო, აი მივედით იმ მომენტამდე, როცა კარტები უნდა გაიხსნას. თუ აქამდე მიყურეთ, ესე იგი ნამდვილი გულშემატკივარი ხართ და იცით, რომ UFC-ში შემთხვევით არაფერი ხდება. ბევრი მეკითხება, ძმაო, მართლა გჯერა, რომ ილია გეიჯისაც ისე ადვილად მოუგებს, როგორც სხვებს? ჩემი პასუხი ერთია. ადვილი არაფერია, მაგრამ ილიას სხვა განზომილებაშია. 2026 წელი ქართული სპორტისთვის ოქროს წელია და თოფურია ამ ოქროს მთავარი მჭედელია. სანამ მთავარ პროგნოზზე გადავალ, ერთი რამ უნდა გითხრათ, რაც ბევრს გამორჩა. ჰაერში კონორ მაკ-გრეგორის სახელი ტრიალებს. წარმოიდგინეთ, დანა ვაიტმა რომ თქვას, ილია გეიჯისთან კი არა, მოდი კონორთან დაგაყენებო. ეს იქნება სპორტის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ბრძოლა. კონორი დიდი ხანია ჩხუბს ეძებს. ილიას კი სურს, რომ საბოლოოდ დაასამაროს ძველი ეპოქა და თავისი იმპერია ააშენოს. თუ UFC შექმნის იმ სუპერ მსუბუქ დივიზიონს, რომელზეც წინა თაროზე გესაუბრეთ, ილია იქ გახდება მეფე. გეიჯი ამ გზაზე მხოლოდ ბილეთია დიდ თამაშში. ილიასთვის ჯასტინი არის კაცი, რომელსაც უნდა წაართვას ყველაფერი, რაც დართა და მერე გადავიდეს მაკ-გრეგორზე ან ისლამ მახაჩევზე. დიახ, მახაჩევიც კი აღარ ჩანს ისეთი დაუმარცხებელი, როცა უყურებ როგორ პროგრესირებს ჩვენი მატადორი. ახლა კი ჩემი პროგნოზი ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის ბრძოლაზე. ბრძოლა დაიწყება ძალიან ფრთხილად. გეიჯი ეცდება ილიას ფეხების დაზიანებას თავისი საფირმო დარტყმებით, მაგრამ ილია თავისი ფენომენალური კრივით მას დისტანციაზე დაიჭერს. მე ვხედავ, რომ ეს ბრძოლა არ გასცდება მეორე რაუნდს. ილია დაიჭერს გეიჯის კონტრშეტევაზე, როცა ჯასტინი ზედმეტად გაიხსნება თავისი ცნობილი ოვერჰენდისთვის. ერთი ზუსტი დარტყმა ყბაში, მერე კი სერია კორპუსში. გეიჯი დაეცემა, მაგრამ არა იმიტომ, რომ გული არ აქვს, არამედ იმიტომ, რომ ილიას დარტყმის სიზუსტე 100%-იანია. ეს იქნება ნოკაუტი, რომელიც კიდევ ერთხელ აალაპარაკებს მთელ მსოფლიოს საქართველოზე. რატომ ვართ ქართველები ასეთი დარწმუნებულები? იმიტომ კი არა, რომ სხვაზე მეტად ვიცით ჩხუბი, არამედ იმიტომ, რომ ვხედავთ შრომას. ილია არ არის მხოლოდ ნიჭიერი, ის არის ყველაზე მშრომელი ადამიანი ამ დივიზიონში. სანამ სხვები წონაში კლებასთან წვალობენ ან პოპულარობით ტკბიებენ, ილია დარბაზშია და თავის ტექნიკას იდეალურამდე ხვეწავს. ის არის მაგალითი იმისა, რომ თუ გაქვს მიზანი და არ გეშინია 38 წლის მონსტრების, ყველაფერი შესაძლებელია. და აი დადგება ის დღე ივნისში, როცა ვაშინგტონში თეთრი ვახლის სიახლოვეში აჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ეს იქნება მომენტი, როცა ყველა მიხვდება, რომ UFC-ში ახალი ხაზიანი ჰყავს და მისი სახელია ილია თოფურია. მეგობრებო, ეს იყო ჩვენი 4-ნაწილანი ანალიზი 2026 წლის პირველი დიდ ამბავზე. თუ მოგეწონათ ეს სცენარი, თუ გსურთ მეტი ასეთი ვიდეო, სადაც სპორტს და ცხოვრებას ქართული სულით განვიხილავთ, იცით რა უნდა ქნათ. და ბოლოს გთხოვთ, გამოიწეროთ არხი და გააქტიუროთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოტოვოთ მომდევნო ბომბი ვიდეოები. ჩვენ აქ მხოლოდ სიმართლეს ვამბობთ, წყლის გარეშე, თითქმის. წაწერეთ კომენტარებში, რომელ რაუნდში დააგდებს ილია გეიჯის. საუკეთესო პროგნოზს მეგორე ვიდეოში გამოვაქვეყნებ.